რობო კაი ხარ. კიდევ ერთ ძალიან მაგარ ადგილზე მინდა მივიდეთ. განახოთ. იმედია სწორე მოდივართ, ამას ქვია ამ ადგილს. კოტიას მღვიმე. კოტეს მღვიმე. ანუ ვინც აღმოაჩინა ეს მღვიმე. კოტე ერქვა. სულ შემთხვევით აღმოაჩინა და ეხლა ჩვენც შეიძლება არ ვიცი რა, აქ ისეთი ადგილია ზემო იმერეთში ხდება, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. გზაკია კაი. ნუ კაი როგორ სასიარულოდ არის კაი. სუბიქი მანქანით ვერ მოხვათ. მანქანა ყავს დაბალი გამოვლობის, ამიტომ ქვემოთ დავტოვეთ, წამოვედით ფეხით. ნუ იმედია რომ სწორით მივდივარ, სწორი გზით. ჩვენ და სამარცხინოდათ, ვიცი, აქაური მუნიციპალიტეტის სამარცხინოდ არანაირი მითითება, მინიშნება ან სიტუაცია როგორი მინდორზე ჩამოდიხართ, მე მინდორში 900 გზა გადის რა. ერთ-ერთი გზა ავირჩიეთ ტყეში. ამ გზას მივყვებით. არ ვიცი ეს რამდენად ნორმალური გზა, ფეხით კიდე ვიტყვი რომ ფეხით ადვილი სავალია, იცოდი იქნება თუ იმ გზას არ მივყვებით, რომელიც საჭიროა. ნუ ყველა ვარიანტში ამ ლაბირინთებში იმედია გავაგდნებთ და მივალთ კოტიას მღვიმეს და მე თვითონ მოგიყვებით ეს კოტიას მღვიმე რას წარმოადგენს. მაშასე მეგობრებო, მოვედით. ჩვენ და გასაოცრად აი ეს ბოძს მივაგენით და რა ვიცი ალბათ ერთი 5 სანტიმეტრიანი სიგანის კოტიას მღვიმე აწერია, რა ვიცი, აი ამ